კი რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის მისი შვილი, მისი ნანატრის შვილი, რომელიც ძალიან ენატრება, 8 თვე არ უნახავს ბავშვი. და როდესაც მიუშჭიან, მერე უკვე 24 საათიანი ნახვის უფლება არის და შემიძლია რომ უკვე ბავშვი წავიყვანო და ვანახო და შევახო. ანუ აი ამას ველოდებით, რომელიც არ დადგა და გვაწამებენ, ამას ქვია წამება. ყოველი სასამართლოს დღე ყველა ადამიანისთვის არის ძალიან წამება, იმიტომ რომ აი რაღაცა განაჩენი უნდა გამოგიტანონ და ისიც, როდესაც მართალი ხარ, აი ყველაზე მძიმე მომენტი არის აი ეს, რომ როდესაც მართალი ხარ და სამართალი საერთოდ არ არის. არ იკმარეს, რომ უმიზესოდ დააკავეს, არც ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასტიკად იძალოდეს მასზე. არც იმ გაუსაძლისი პირობები დაკმაყოფილდნენ, რაშიც აცხოვრებენ. სადამსჯელო ოპერაცია რუსულმა რეჟიმმა არასოდეს დაასრულა. გიორგი ოკმალაშვილს უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება სანატრელი გაუხადეს. რუსული რეჟიმისგან გამომართლებულ განაჩენს არც ელოდება. მხოლოდ ერთი სურვილი აქვს. 8 თვიანი განშორების შემდეგ შეძლოს 4 წლის ნიკოლას ნახვა, რისი საშუალებაც აქამდე არ მიეცა. ერთადერთი კომუნიკაციის წყარო ტელეფონია, ისიც შეზღუდული დროით. თვეში მხოლოდ 45 წუთი. ამ მცირე დროის ყველაზე დიდი ნაწილი კი სწორედ გიორგის შვილს ეთმობა. ბავშვმა იცის, რომ არის ამერიკაში წასული, მაგრამ სადაც აი დიდ შუშიან კარებს დაინახავს, გონია რომ აეროპორტის ასოციაცია არის მისთვის და გონია რომ ეხა დაჯდება თვითმფრინავი და მამამისი გამოვა აი ამ შუშებიან კარებიდან. ბავშვს კარგის და ცუდის გარჩევით ვასწავლიდი იმით, რომ პატრული ცუდს იჭერს და კარგს ეხმარება. და აი ეხლა ეს ახსნა, ეს განმარტება უკვე აბსურდული არის, იმიტომ რომ პატრული ჩვენთვის აღარ არსებობს. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ოკუპანტი ქვეყნის მენტალიტეტის არსებობას ებრძოდა მის სამშობლოში 4 კედელში გამოამწყვდიეს და არაპატიეს რუსული კანონის გაპროტესტება. ის ჯერ კიდევ მაშინ დასაჯეს სამაგალითოდ, როდესაც საქართველოში რუსული წესები არ იყო დაკანონებული. პირველ ნახვაზე ისეთი ის მქონდა, რომ აი სად მივდივარ, ანუ აი რას ვაკეთებ, ანუ აი აქ რა მინდა. ბავშვის ნახვა ძალიან უნდა. ბავშვი ძალიან ენატრება. და ბავშვს იქ უბრალოდ ვერ წავიყვან, იმიტომ რომ ეს შეხების მომენტი რო არ ექნება, ვერ ავუხსნი, რატომ ვერ შევა და ვერ ნახავს და რატო არის ესე შუშით, რატო საუბრობენ. რა ვიცი არის რა, ენატრები ძალიან. ყოველ დაწოლის წინ გახსენებს ხოლმე. მამასაც ძალიან ენატრები. როდის ჩამოვა იძახის? დემამ არ ჩამოვა. ჩვენ წავიდეთ ამერიკაში, მეუბნება. ვერ ვფიქრებდი, რომ აი ამდენი ხანი უშენოდ ვიქნებოდიკო. წავედი, მოგვახ. მეც თავს გავფრთხილდი. მიყვარხარ ძალიან. მეც, მომენატრე. გიორგი ოკმალაშვილს პოლიციელზე თავდასხმა ბრალად, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 12 მაისს, მაშინ როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ღამეს ათენებდნენ და დილას დეპუტატებს პარლამენტის შენობასთან უნდა დახვედროდნენ, გიორგი დილის 9 საათზე მივიდა ადგილზე. მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გამწვავდა სიტუაცია. პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენა იმართებოდა და რა თქმა უნდა მის გარეთ მობილიზებული იყო როგორც წყლის ჭავლის მანქანა, ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იქ მდგომ ახალგაზრდებზე, ქალებზე, მოხუცებზე ძალადობდნენ.
ეს იყო ის მომენტი, როდესაც ფიზიკურად ძალადობდნენ ხალხზე და ამ შემთხვევაში ოკმალამ დაგვიცვა და დაიცვა ის დანარჩენი ხალხი. 15 მაისს დააკავეს და მერე აი სახლშიც და სამსახურშიც ერთდროულად შემოვიდნენ. გიორგი ოკმელაშვილი ყველასთვის ცნობილი, როგორც ოკმელა, რეჟისორია. 2003 წლიდან სარეკლამო ინდუსტრიაშია. ამ პერიოდის მანძილზე 400-ზე მეტ ვიდეო რგოლზე უმუშავია. როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არაერთ მსხვილ კომპანიასთან უთანამშრომლია. 2017 წელს სარეკლამო კომპანია ლიმონი დააფუძნა და ბოლო პერიოდში მის ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობდა. Virtual production-ი, რომელიც მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად გამოიყენება. ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას მის საქმეს უთმობდა. ამდენი შრომის შედეგად შეძენილი ტექნიკა დაკავების შემდეგ ჩამოართვეს. თვითონ ეს ჩვენი ადვოკატიც მამას იძახის, რომ იდაყვის დარტყმის მომენტში რად გინდათ ტექნიკა, ანუ სახლიდანაც ტექნიკა წაიღეს. წაიღეს ბავშვის ბეიბისიტერი, წაიღეს ბავშვის iPad-ი, ყველასთვის წარმოუდგენელი არის და აი ის კითხვებიც, რომ აი სად ამონტაჟებ, რას აკეთებ, რა ვიდეოებს ქმნი, აი ეს რაღაცეები ცოტა აბსურდულია. გიორგი ოკმელაშვილის განაჩენის გამოცხადება 3 თებერვალს 3 საათზეა ჩანიშნული. მისი დაკავების შემდეგ გიორგის მეუღლე თამთა საერთო პროტესტს არ ჩამოშორებია. დგას იქ, სადაც იდგებოდა გიორგი და აპროტესტებს იმ უსამართლობას, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. ზუსტად ისე განიცდის ყველა იმ უსამართლო დაკავებული ბიჭების ამბავს, როგორც საკუთარი ოჯახის ისტორიას. რა მიტირია რა, ოკმალას დაჭერას რა, მაგრამ მე ზუკას ამბავი რო გავიგე იმდენი ვიტირე. აი არ მქონდა ის შეგრძნება, რომ აი რითი დამეცვა ეხა ის ადამიანი. აი ვერაფრით რო ვერ ვიცავდი და ვერაფერს რო ვერ ვშვებოდი, აი ამაზე ძალიან უმწარდებოდი რა. ნოემბერი, დეკემბერი ისეთი ამბავი მოხდა, რომ აი ამ ხალხზე ვარ გადართული და ვცდილობ, რომ ყველას პროცესი გავარკვიო, როდის არის და მივიდე და ვიარო და მის მშობლებს გვერდში დაუდგე. და აქციაზეც გადიხარ, ხო? აი მე ყოველ საღამოს დავდივარ აქციაზე და არ მინახავს ბავშვი წესიერად. თუ მეუბნება, რომ წასვლის დროს, რომ დე შენც ამერიკაში მიდიხარ, რომ გავდივარ, არა დე რუსთაველზე მივდივარ, მეუბნები, მალე მოხვალ, კიდე მალე მოვა. 53 უკანონო დაკავებული, დატყვევებული ადამიანი, რომლებმაც უსამართლო პატიმრობასთან ერთად ფიზიკური ძალადობა, უმოწყალო ცემა და წამება, სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიტანეს. ჩვენს თვალწინ უსწორდებიან ჩვენს გვერდით მდგომებს და კიდევ უფრო მძიმე ძალადობა იქ, სადაც კამერები არ არის. ვერ ვხედავთ, თუმცა ვისმენთ წარმოუდგენელ რეალურ ამბებს, პატიმრებისა და მათი მშობლებისგან. საბარო იზოლატორში შეიყვანეს. გაუსწორდნენ საბას 4 მასკიანი, რომელიც შევიდა გამომძიებელთან თანდასწრებით დაიწყეს საბას ცემა. შემდეგ გამომძიებელმა დატოვა კაბინეტი და სასტიკად გაუსწორდნენ. გონება ეთიშებოდა ხშირად. შემდეგ ქონია თავბრუსხვევა, თავის ტკივილები. შემოსულა გამომძიებელი, საბას უთქვია, რომ იყო ცუდად, ესენი პასუხი ესეთი იყო, ესენი არიან თავის საქმის სპეციალისტები და ნუ გეშინია. შემდეგ საბა აიყვანეს მერვე სართულზე, რომ ხელი მოეწერა ისევ იმაზე, რაც მათ უნდოდათ. და რადგან საბამ ისევ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და აღიარება უარყო, აქედან გამომდინარე ზეწოლა მოხდა ისევ ხელმეორედ ცემეს. საბა იზოლატორში რომ დაბრუნდა იყო ძალიან ცუდად და ექიმს თხოვა დახმარება, რომ სასწრაფო გამომიძახეთ, ვარ ძალიან ცუდათო. ექიმმა გაწირა საბა. დაუნდობლად მოექცნენ უდანაშაულო ადამიანს. ფიზიკურ ძალადობამდე კი იყო გაუპატიურების მუქარაც. საბა დაზარალებულაცნეს. თუმცა განსასჯერის სკამზე კვლავ საბა და არა ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. თანდნელი იყო ბებიაშვილ საბის გადატანა, როცა შენიშნული წაკავები. ხარ ვიკავებ თავს. ამოიწვის მანძილზე თუ გისაუბრიათ ტელეფონით. ტელეფონზე რო რეკავს სიმართლე გითხრათ,
თავს ვერ ვიკავებ, როგორც ახლა ვერ ვიკავებ და ბებო დამელაპარაკებ რომ მეტყვის მის ხმა, მაგრამ ვერ მივდივარ და ვერ ველაპარაკებ, იმიტომ რომ აი ცრემლები მახრჩობს. არ მინდა რომ ვიტირო და მინდა რომ რაღაცა უთხრა ორი სიტყვა, მაგრამ ვეღარ ვიმაგრებ თავისი მართლი რომ გითხრა და კი შევეცდები რომ თუ დამირეკავს თავი შევიმაგრო და რაღაცა ორი სიტყვა უთხრა. საბა 5 დეკემბრის ღამეს დააკავეს. მაშინ როდესაც მამასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. მანამდე ერთი დღით ადრე ყველას გვახსოვს თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტი სასტუმრო შენობასთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა იმართებოდა. გარეთ კი საგანგებოდ შეფუთული, სახელდამალული ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც შეხვედრიდან გამოსულებს თავს დაესხნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურად ძალადობდნენ იქ მყოფ ქალ პოლიტიკოსებზე. საბა საკუთარ თავს და მის გარშემო მყოფებს იცავდა. მან არ იცოდა თუ ეს სახელდამალული სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები სახელდაკარგული პოლიციის მაღალჩინოსნები იქნებოდნენ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? რეჟიმისთვის, რომელიც სამართალ გამოცვლილი ემსახურება რუსეთს, ყველა ხერხს მიმართეს საბას გასატეხად და დასამორჩილებლად, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. თქმა უნდა რომ საბა უკან არ დაეხევს, იქ იქნება თუ აქ იქნება, მაინც თავის საქმეს გააგრძელებს და მიხარია რომ ასეთი შვილიშვილი გავზარდეთ. მართლა ამაყი ვარ იმითი. ამაყი ვარ ჩემი შვილიშვილისთვის, რომ ყველას უყვარს, ვინც მხვდება, რომ ხედავ რომ ესეთი რაღაც ჩემი შვილიშვილი ციხეში იმტვარზიც, რომ იმან ცუდი საქმე გააკეთა და კრიმინალია და რაღაცა ის სამშობლოს გულისთვის, თავისი ქვეყნის მომავლის გულისთვის იხდის სასჯელს. მოიხდის სასჯელს და დაბრუნდება და ისევ განაგრძობს თავის საქმეს და ვიცი რომ კარგად წაიყვანს ყველაფერს, მჯერა ამისი. ვიცნობ ჩემ შვილიშვილს კარგად და ვიცი რომ ისეთი ბიჭია რომ გამოადგება ქვეყანას და სამშობლოს და თავის თავს და თავის ოჯახს და ყველაფერს. საბას ხვიტარიძის ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებისა თუ რუსული კანონის მიღების დროს არ დაწყებულა. ის აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესში, რომელიც მისი ქვეყნის წინსვლას აფერხებდა და ევროპულ მომავალს ართმევდა. მუდმივად აპროტესტებდა რუსეთისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს. ის ერთი დღეც არ გაჩერებულა და არ შეუწყვეტია სამშობლოსთვის ბრძოლა. რაღაც ის იმედი მაქვს, რომ აი ყველა განთავისუფლდება, მარტო საბა არა, ყველა უნდა განთავისუფლდეს. ყველაზე შემტკივა გული, როგორც მე ვიტანჯები, მისი მშობლები, მისი ნათესავები და მართლა ამ იმედით ვსურთმულობ, რომ სადღაც სამართალი გზას იპოვის. იცით რა არის ხანდახან მომენტი, რომ რაღაცა უხიზიანდები თითქოს, რომ აი შედეგს ვხედავ, ვფიქრობ ხანდახან, მაგრამ იცით სიმართლე რომ გითხრათ, ასეა თუ ისეა, მაინც იმედიანათა ვარ, მაინც არ უშვებ მე იმას, რომ რაღაცა ცუდად იქნება. უბრალოდ ერთადერთი რაც ჩემი პრობლემაა, მენატრება საბა. აი კარი. ეგარი თორე ისე ამაყი ვარ საბათი. მინდა მადლობა უთხრა თუ ოდესმე ახალგაზრდობაში და ბავშვობაში მიოცნებია რომ როგორი შვილი უნდა მყოლო და საბამ ეს ყველაფერი ოცნებები ამისრულა და ნამდვილად არის ის შვილი რაც უნდა იყოს. ასეთი გულწრფელი და მართალი ადამიანებით გაავსო საპყრობილე ივანიშვილის რეჟიმმა.